ამ წუთებში ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი იხსნება, მულტიფუნქციური ცენტრი ყოფილ პარლამენტის შენობაში იქნება განთავსებული. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ესწრება, ცერემონიას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე. იგი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ახალ მოდელს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, მეწარმეობას, ინოვაციას, ტექნოლოგიურ წარმოებასა და რეკრეაციას. ძვირფასო სტუმრებო, ახლა სცენაზე ვთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი გობახიძეს. მივესალმები საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს, მივესალმები ძვირფას სტუმრებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, ხიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიცავს. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების ხარდაჭერის სისტემა, შექმნით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი. მთავრობის ხელშეწყობით 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა. დასტაკდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველოს რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა. ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. აქ ფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, ტუმოს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები, რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა იმართულებებით. ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი, ძლიერი უნივერსიტეტის კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია ვერ განვითარდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი. თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელშეუწყობს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელშეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. მე მინდა მადლობა გადავხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ხალბატონ მარიამ ქრივიშვილს, მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა ჯიტას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ყველას მინდა წარმატებები გისურვებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ახლა კი სცენაზე ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო. მოხარული ვარ, რომ დღეს
ერთად ხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, სივრცეს, რომელიც ცოდნის ინოვაციებისა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია. ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი. ამ ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო ხარჯაჭერა და კერძო სექტორის აქტიური თანამონაწილეობა. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს. აქ ერთ სივრცეში თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციან. ჩვენ სტუმრებს აქ ასევე დახვდებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციული მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და ტუმო, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. სიმბოლურია, რომ ეს პროექტი სწორედ ქუთაისში განხორციელდა, რადგან ბოლო წლებში ქუთაისი თანმიმდევრულად ყალიბდება ახალი ეკონომიკის მნიშვნელოვან ცენტრად. საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესწინა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძვლები. ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა. ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება. ჩვენი მიზანია საქართველოს რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. სწორედ ამიტომ ვქნით კონკურენტულ ბიზნეს გარემოს, ვაძლიერებთ ადამიანურ კაპიტალს, ხელს ვუწყობთ სტარტაპებს, თანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს. და ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მის ხელმძღვანელს, ჩემს მოადგილეს ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას კურირებს. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო პროექტში ჩართულ ყველა უწყებას, სპეციალისტს, მშენებელს, ინჟინერს და ჩვენ საერთაშორისო, ისევე როგორც ადგილობრივ პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერით ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე ხვალინდელი დღიდან მზად ვართ ამ სივრცეში ვუმასპინძლოთ ყველა ადამიანს, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას, სტუდენტებს, მოსწავლეებს, ისევე როგორც ჩვენ ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საზეიმო ღონისძიებას. ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ახლა სიტყვას გადავცემთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს ბატონ ავთანდილ კასრაძეს. მადლობთ. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, პატივცემულო სტუმრობო. დიდ მადლობას მოგახსენებთ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა უკვე ისაუბრეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე. მე მინდა დღეს კონკრეტულად ვისაუბრო იმ კონცეფციაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციაზე, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია ეფუძნება ტექნოლოგიური განვითარების გზაზე 4 მთავარ საფეხურს. ინტერესიდან უნარამდე, უნარიდან პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან ინოვაციურ ბიზნესამდე. 4-ვე ეს მნიშვნელოვანი საფეხური აქ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში არის წარმოდგენილი. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სივრცე, რომელიც აქ განთავსდა, არის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი. როდესაც ვსაუბრობთ მუზეუმს, აქ არ უნდა წარმოვიდგინოთ სივრცე, სადაც ექსპონატებს მხოლოდ შორიდან ვუყურებთ. პირიქით, ამ მუზეუმის მთავარი იდეა არის საპირისპირო. შეეხო, სცადო, შესტე, ახლიდან სცადო და სწორედ ამ პროცესში აღმოაჩინო, როგორ მუშაობს სამყარო. ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი არის ყველა ასაკის ადამიანებისთვის და შესაძლებლობას აძლევს, რომ პირველი ინტერესი გააღვიოს ტექნოლოგიებისადმი. აქ იბადება კითხვა, როგორ მუშაობს ეს? როგორ შეიქმნა ეს? შემიძლია მეც იგივე გავაკეთო თუ არა და შესაბამისად ამ დროს ხდება პირველი შეხვედრა ინოვაციებთან, მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებში გაღვივებული ინტერესი შემდგომ კონკრეტულ უნარებში გადავიდეს. ცნობის მოყვარეობამ შესაბამისი პრაქტიკული გამოყენება იპოვოს. სწორედ ამიტომ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში წარმოდგენილი არის TUMO-ს კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მოდელი. ეს არის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედი წარმატებული სასწავლო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 12-დან 18 წლამდე და არის ხელმისაწვდომი სრულიად უფასოდ. ეს მოიცავს თვითსწავლებას, workshop-ებს, პროექტულ ლაბორატორიებს და ეს ყველაფერს აქცევს პერსონალურ სასწავლო გზას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აქ მოზარდები შეისწავლიან ხელოვნურ ინტელექტს, ანიმაციას, კინემატოგრაფიას, ფოტოგრაფიას, ყველა იმ კრეატიულ ტექნოლოგიებს, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ესე ძალიან აინტერესებს. შემდგომი ეტაპი უკვე არის უნარების და ინტერესის გარდაქმნა კონკრეტულ პროდუქტებთან. სწორედ ამიტომ, როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა აქ, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით. აქ არის წარმოდგენილი როგორც დრონების, ელექტრონიკის, ვირტუალური რეალობის, რობოტიკის. მე მინდა დღეს შევჩერდე რობოტიკაზე, განსაკუთრებით გამომდინარე იქიდან, რომ რობოტიკა არის ადგილი, სადაც ცოდნა იწყებს მოძრაობას. მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, თუ აქ მოზარდმა სტუდენტმა ააწყო მექანიზმი, დაწერა კოდი, დააერთა სენსორები და დაინახა, რომ ამ მოწყობილობამ რეალურად იმუშავა, მისთვის ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ თეორია, ეს არის მისი პირადი გამოცდილება. აქ გზას გაიკვალავს მომავალი ინჟინერი, პროგრამისტი, კონსტრუქტორი და ტექნოლოგიური მეწარმე. და ბოლოს ამ ყველაფრის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქ ახორციელებს უამრავ პროგრამას თითოეული დამწყები სტარტაპერისთვის, ინოვატორებისთვის, ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც ფიქრობს ინოვაციების დანერგვას. უზრუნველყოფს როგორც ფინანსებთან წვდომას, ასევე საერთაშორისო მენტორშიპს, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელმისაწვდომად. შესაბამისად, აქ ნებისმიერმა იდეამ შეიძლება იპოვოს მომავალი. გარდა ინოვაციების სააგენტოსა, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრი, უკვე ტრადიციული ბიზნეს სექტორის მხარდასაჭერად, ასევე აქ განთავსდა საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების გადამზადების სასწავლო ცენტრი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ჰაბს აძლევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, ეს არის ტექნოლოგიური ცოდნას ეკონომიკაში და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. ასევე განსაკუთრებით მინდა გაუსვა ხაზი, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქ განთავსდება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, რაც ძალიან კარგ სინერგიას ქმნის სწავლებასთან, შემდგომ დასაქმებასთან და რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებლობა იქნება პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მას შესაბამისად, დღეს ქალაქ ქუთაისში ვხსნით სივრცეს, სადაც მომავალი აღარ არის შორეული პერსპექტივა. მომავალი იქნება აქ, ყოველდღიური მუშაობით, კონკრეტული ადამიანებით და რეალური შედეგებით. ყველას გელოდებით ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ბატონო ავთანდილ, ახლა კი პატივცემულო სტუმრებო, გვაქვს შესაძლებლობა ერთად ვიხილოთ სპეციალურად ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებისთვის მომზადებული ვიდეო რგოლი.
სოფლიო სწრაფად ვითარდება. ის რაც ცოტა ხნის წინ შეუძლებელი გვეგონა, დღეს უკვე ეს იყო პირდაპირი ჩართვა ქუთაისიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. ეს იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც განთავსდება ტექნოლოგიური საგანმანათლებლო საგანმანათლებლო მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტით გამოთვლითი ცენტრები და თანამედროვე ლაბორატორიები. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.